მოგესალმებით შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით განახლებული სტუდიიდან. Solidarობის სტუდია ახალი პლატფორმით მხოლოდ ინტერნეტში იწყებს მაუწყებლობას. დღეს პირველი გადაცემა და შევეცადეთ და შევეცდებით რომ პირველივე გადაცემაში მხოლოდ წამყვანები ამ არხის, წამყვანები ამ პლატფორმის წამყვანები იქნებით თქვენთან პირდაპირ ეთერში. გადაცემას ქვია ანალიტიკა, რომელიც ისედაც ყოველ ორშაბათს გავა. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობრები და კოლეგები და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები, ბატონი დავით ახვლედიანი და ბატონი თენგიზ ომანიძე. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ჩვენ მე მინდა ახლა შევახსენოთ ჩვენს მოსდამაყურებელს, რომ დაახლოებით ერთი თვენახევრის განმავლობაში ჩვენ ასე ვთქვათ, შევწყვეტეთ სატელევიზიო მაუწყებლობა, თუმცა ინტერნეტში ვიყავით და ჩვენ უკვე რეორგანიზაციის შემდეგ უკვე ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ოღონდ დავბრუნდით ამჯერად მხოლოდ ინტერნეტში. თქვენ აუცილებლად ზუსტად გაიგებთ რომელ მისამართებზე, თუმცა იცით რომ ჩვენ უბრალოდ ერთ-ერთი დაგვემატა ახალი გვერდით შემოვალთ, რომელი გვერდიც ალბათ ბუნებრივია თქვენთვისაც არ არის უცხო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ სწორედაც ეს ჩვენი გვერდი იყო, ჩვენ ამ გვერდს მართავდით და მართავდით საკმაოდ ობიექტურადაც და საკმაოდ ვფიქრობ გემოვნებიანადაც. სირცხვილის კორიდორი არის ესეთი გვერდი და აქვე მინდა დავაანონსო და თქვა კიდევაც რომ ჩვენ ამ ახალ სატელევიზიო არა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში პლატფორმაზე ასევე გვექნება გადაცემა სირცხვილის კორიდორი და ამ გადაცემას გაუძღვებით მე და თენგო ომანიძე. მე ძალიან მოკლედ მინდა ბიჭებო თქვენის ნებართვით უბრალოდ ჩვენს მოსდამაყურებელს ვიდრე ჩვენ მაინც მიმოვიხილავთ რა თქმა უნდა იმ თავარ მოვლენებს რაც მოხდა. მე მაინც მინდა წინასწარ ანონსის სახით ვაცნობო თუ რომელ დღეს რა გადაცემები გვექნება და ამათ შორის რა თქმა უნდა რომელ გადაცემებს წაიყვანთ თქვენ. მე და ჩვენთვის მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა ეხლავე ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ მაყურებელს, ვინც ჩვენ თვალყურს გვადევნებდა რა თქმა უნდა ტელევიზიის ეთერითაც. და ვიცი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვიკავშირდებიან და როდესაც ნახულობდნენ რომ ჩვენ უკვე მაუწყებლობას როდესაც ვაცნობეთ რომ ჩვენ მაუწყებლობა გვექნებოდა მხოლოდ ინტერნეტში, YouTube გვერდზე და სოციალურ გვერდზე, ასევე Telegram არხზეც იქნება ეს მაუწყებლობა, მაინც ჩვენ ძალიან ბევრი გვიკავშირდებოდა, უკავშირდებოდნენ TV4-ს დღემდე უკავშირდებიან ტელევიზიას და ითხოვენ თუ სად და როგორ ვიქნებით. მე მინდა ამ ადამიანებს ყველას დიდი მადლობა უთხრა და რა თქმა უნდა ჩვენ შევესწრებით რომ არ ვიცით ვერ შეგპირდებით რომ დღეს და ხვალ და უახლოეს მომავალში, მაგრამ აუცილებლად ჩვენ როცა იქნება ამასაც გაიგებთ, როდესაც ჩვენ თუ იქნა საშუალება რომ ტელეეთერში დავბრუნდით, გაგიგებთ, მაგრამ არც თუ ისე ძნელია დღეს არ ამგონია ოჯახი, რომ ან შვილს, ან შვილიშვილს წვდომა არ ქონდეს ინტერნეტთან და თუ კარგი იქნება და მარტივია ცალშორისო ჩვენი მონახვა და მოძებნა. მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ჩვენ ვიქნებით, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერად. შეიძლება გითხოვით რომ გამფანტოთ კი ბატონო, იქ იყო საიჯარო ხელშეკრულება TV4-თან. დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა არ ხდა, უბრალოდ ასე გადაწყდა, რომ არ იყოს რა მოთქმა კი, რა თქმა უნდა. ხო, ამაზეც ვისაუბროთ, მადლობა დავით რომ შემახსენე. ჩვენ არანაირი რაღაცა კონფლიქტის გამო არაფერი არ მოხდა. ეს იყო უბრალოდ საიჯარო ხელშეკრულება მართალია დავით, რომელსაც ჩვენ მე პირადად Solidarობის სტუდიის და ჩვენი ორგანიზაციის მიერ და ხელშეკრულებით ხონდა გაკეთებული, დადებული და შესაბამისად არაფერი სხვა, უბრალოდ ჩვენ ამ შემთხვევაში მოგვიწია უბრალოდ ჩვენ შევწყვეტეთ, ანუ ამოუწურა ეს ვადა და შევწყვეტ. მაგრამ რაც შეეხება ინტერნეტში ჩვენს გადაცემებს, საკმაოდ დახუნძლური იქნება ინტერნეტ გადაცემები ჩვენი. გაგებით რომ მოდი თავიდან ვთქვათ რომ კვირაში ჩვენ 3 დღე ვიქნებით, მაუწყებლობა გვექნება 3 დღე ინტერნეტში. ორშაბათს 4 საათზე სწორედ ეს დრო იქნება და პირველი გადაცემა 4 საათზე იქნება ანალიტიკა, რომელსაც მე და თენგო გაუძღვებით 4 საათზე. ყველა გადაცემა იქნება 1 საათიანი, იმიტომ რომ შეიძლება თქვა შეძლებს დაგვარა თუ რაღაც აუცილებლობა იქნა. რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება დაემატოს დრო, მაგრამ იქნება 1 საათიანი, რომ იყოს ლაკონური, საინტერესო, ობიექტური საკმაოდ. ასევე 4 შაბათს, ყოველ 4 შაბათს იქნება დავით ახვლედიანი 4 საათზე თავის გადაცემით Solidarობის დრო, იცი დავით ახვლედიანი დღის თავარი მოვლენა
მოვლენები, ეს გორეული გადაცემა მიყავდა დავითს და ექნება დავითს 4 საათზე. ასევე ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს ნუკრის შოშიაშვილთან, ისტორიკოს ნუკრის შოშიაშვილთან მილენიალი იქნება ეს გადაცემა ასევე ყოველ 4 შაბათს და ასევე 4 შაბათს შვიდ ხო ესე იგი 4 შაბათს 4 საათზე იქნება დავით ახვლედიანი, შემდეგ 5 საათზე იქნება ნუკრის გადაცემა შოშიაშვილის, ხოლო 7 საათზე ან ფიქრობთ 6 საათზე იქნება თენგო ომანიძეს იქნება თავის გადაცემა, რა თქმა უნდა ბუნებრივია. რაც შეეხება პარასკევს იქნება ასევე 4 საათზე დავით ახვლედიანის გადაცემა, 5 საათზე ისევ იქნება ნუკრი შოშიაშვილის გადაცემა, ხოლო 7 საათზე იქნება ბატონი ვალერი კვარაცხელიას გადაცემა, სპეციალური გამოშვება, რომელსაც აქვე მინდა ვთქვა, რომ როგორც ბატონ ვალერი კვარაცხელიას საკმაოდ დიდი აუდიტორია YouTube გვერდზე მას და მსოფლიოს ძალიან დიდი მთელი ფაქტიურად ჩვენი მიგრანტებიც ემიგრაციაში მყოფი და ისე მყოფი ადამიანებიც, ქართველებიც და არაქართველებიც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თვალყოსადორემდე, რა თქმა უნდა YouTube-ზე ასევე დავითსაც ძალიან დიდი ნახვები აქვს და მე და თენგო შევეცდებით, რომ ჩვენ ეს სივრცეც ხო დავეციოთ. ამიტომ პარასკევს უცვლად რჩება ბატონი ვალერი კვარაცხელიას გადაცემა, როგორც იყო 7 საათზე სპეციალური გამოშვება, რა თქმა უნდა 4 საათზე მანამდე ისევ დავით ახვლედიანი პარასკევსაც იყო დავით ახვლედიანის გადაცემა და შუალედში სწორედ 5 საათზე იქნება ასევე ნუკრი შოშიაშვილის გადაცემა. მოკლედ, მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა, რა თქმა უნდა მთელ ჩვენ გუნდს, ჩვენ ტექნიკურ სამსახურს, ჩვენს არ ვიცი სოციალურ გვერდის მმართველებს, რომ რაღაცნაირად შევძერით ყველამ ერთად და ჩვენ ინტერნეტში დავბრუნდით. ვფიქრობ, რომ ხარისხიანად დავბრუნდებით და დავბრუნდით ხარისხიანად. იქნება ძალიან საინტერესო გადაცემები, არ იქნება აქ სხვა შორის ყველა მოწვეული სტუმარი, ვინც მყავდა. მე ბარემ ისიც ვთქვათ, გუშინ პრივატული საუბარი ქონდა და თავად მითხარი, რამდენი იყო საერთო მაყურებელი მთელი იმ წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ეთერში ვიყავით. კი ბატონო, 2 წლის განმავლობაში. ხო, ანუ რეკორდი შეიძლება დაერქვას ამას, აი იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ჩვენ გავდიოდით, თავად თქვი რამდენი იყო მაყურებელი. კი ბატონო, ჩვენ გავაკეთეთ ეს კვლევა, სხვა შორის ძალიან მარტივია ეს ახლა ვინმე მარეგონოს რაღაც, YouTube გვერდზეც აქვს შესანიშნავად ასევე სოციალურ ქსელს და საერთო ჯამში 2 წელს განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში 5 მილიონი ადამიანს ჰქონდა ნანახი, ანუ არა გამოწერილი, არამედ ნანახი ზოგადად სოლიდარობის სტუდიით და ხო, როგორც არის ეს საზომი, რაც არის. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ახლა მთელი ტექნიკური დეტალებია იქ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა კიდევ დამსახურებაა ჩვენი გუნდის, მე მინდა დიდი მადლობა უთხრა თითოეულ წერს წამყვანს, იგივე თქვა ბატონი ვალერი კვარაცხელიას, იგივე თქვა ნუკრის შოშიაშვილს და იმ სტუმრებს ხოთაშორის, რომლებიც თქვენ გადაცემებში ჩემო მეგობრებო იგივე მონაწილეობას. კარგ დროს შენიშნა დავითმა ის და გავჩერდით, სტუმრებზე იყო საუბარი, ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ისევ მოვიწევთ იმ სტუმრებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას. აქ არ არის საუბარი, რომ და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრები, რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვექნება, თქვათ, ის ფუფუნება, რომ ყოველდღე იყოს, მაგრამ მერწმუნეთ, კვირაში ერთხელაც იქნება თუ ორჯერ იქნება საკმაოდ პროდუქტიული, საკმაოდ ობიექტური და მით უმეტეს, როცა დღეს აი ამ ვითარებაში, სხვა შორის ვამბობდით კიდევაც ბიჭებო, რომ და მაყურებელსაც ვეუბნებოდით, რომ თითქოს რაღაცნაირად კაი დროს გავჩერდით, ანუ რაღაცა ისეთ ლუფტია, რომ ბევრი რამე მოხდა. ძალიან ბევრი რამე მოხდა. მაგრამ ისიც დავამატოთ, რომ გლობალური კონიუნქტურიდან, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ თუნდაც ამ სახით ვარსებობთ, ესე იგი ვართ საჭირო, თუნდაც იგივე საზოგადოებისთვის. ამ მხედრე მიხვდება რაც გული. დიახ, და აქვე მე ეხლა შეიძლება ბევრი ვილაპარაკე თქვა ტექნიკურ მხარეზე თქვენზე, მაგრამ რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში რომ არ იყოს მაყურებელი, რომ არ იყოს გამომწერი, რომ არ იყოს ერთი განსხვავებულად და პირიქით რაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ჩვენ ყოველთვის იცის ყველამ და იცით თქვენს და თელმა გუნდმა რომ არასოდეს არავის არც დაბლოკო არც ასე შემდეგ მით უმეტეს როცა ინტერაქტივი იყო იცით და ინტერაქტივთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად ინტერაქტივს დავაბრუნებთ ასევე სწორედ ამ ინტერნეტ სივრცეში მე მინდა მაყურებლებს მსმენელებს ჩვენ გამომწერებს ყველას დიდი მადლობა უთხრა და მერწმუნეთ აუცილებლად სწორედ ზუსტად ის არხები რომელ არხზეც ახლა ჩვენ YouTube-ზე გვიყურებთ რომელ არხზე თქვენ ახლა Facebook გვერდზე გვიყურებთ ორივე ჩვენი გვერდი ამ შემთხვევაში სირცხ
სირცხვილის კორიდორი გვერდი რომელიცაც ეხა ჩვენ მაუწყებლობთ პირდაპირ ეთერში ამ გვერდს ჩვენ ვამუშავებდით დიდი ხნის განმავლობაში იყო თავისებური ანუ პარტიტურა ქონდა ამ გვერდს და ეხლა უკვე ჩვენ სოლიდარობის სტუდიის სახელით უკვე და სოლიდარობის სტუდიის მაუწყებლობით გადმოვალთ ამ გვერდზე და აქვე ვიდრე თენგოსთან გადავალ ჩვენ ვფიქრობთ რომ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა დავნერგოთ სხვა შორის ხა არ ვიტყვი რომ პირველები ვიქნებით ჩვენ და პიონერები ვიქნებით მაგრამ ყველამ კარგად იცის სპეციფიკა თითოეული ჩვენი წამყვანის ხო დავითი საკმაოდ გამოსტილი პროფესიონალი ჟურნალისტია რა თქმა უნდა დავითს უფრო მეტი ექნება თქვათ ეს პოლიტიკური თქვათ გეოპოლიტიკური დიპლომატიური პოლიტიკოსებთან შეხვედრა უფრო მეტი ექნება რა თქმა უნდა დავითს და მაინც ძირითადად მეტი წელი მაინც იქნება პოლიტიკის საგანი რა თქმა უნდა თენგოსაც ბუნებრივია ეყოლება პოლიტიკოსები და პოლიტიკის საგანი ხება მაგრამ მაინც ვიტოვებთ ჩვენ ისეთ გადაცემას სადაც შეიძლება ჩვენც კი ბირიქ საკითხებში ერთმანეთში არაპოლიტიკური პოლიტიკურ თემაზე დისკუსიისთვის პოლიტიკური დატვირთვის მქონე განცხადებებიც გამოდის ვიტოვებთ ჩვენთვისაც იმიტომ რომ ჩვენ ახლა სამი ამჟამად თავისუფლები ვართ ამ შემთხვევაში, იმიტომ პოლიტიკოსებს მაინც ცოტა ჩვენც ვფიქრობთ, რასაც ვამბობთ, მაგრამ მაინც უფრო მაინც თამამები ვართ, კი ბატონო. მაგრამ მე მინდა პირობა მივცე ჩვენ მაყურებელსაც, იმიტომ რომ მე და თენგოც ვფიქრობდით, როცა გეგმავდით რაღაცა ტიპის გადაცემას, იმიტომ რომ როცა ერთად მიყვავს გადაცემა, ხო? აი სირცხვილის კორიდორი გადაცემა, რომელიც გვექნება აქ ამ სოლიდარობის სტუდიის პირდაპირ ეთერით ინტერნეტ სივრცეში, სირცხვილის კორიდორში ჩვენ გვეყოლებიან სტუმრების და ასევე როცა გვიქნებით თუნდაც მარტო მე და თენგო გვექნება ვიდეო ფაილების ჩვენების საშუალება გვეყოლებიან სტუმრების რომელსაც თავისუფლად და ჯანსაღად ვიკამათებთ თუნდაც იმ ხედვებზე რომელიც ხედვები ჩვენს გვაქვს რაღაც საკითხებში განსხვავებულად და თენგო ალბათ დამეთანხმები რომ არის ეს ამას თავის საინტერესო კუთხეც არის იმიტომ რომ მსმენელიც რომელიც გვიყურებს და მაყურებელიც ხო მასაც ექნება საშუალება რომ განაღას გუგული და მამალივით რაღაცა მარტო ერთმანეთი ვაქოთ არამედ ბუნებრივია ჩვენ ნახოს თუ რასაც ვყამათობ ჩვენ ხო ბევრი საკითხებზე და ასეთ საკითხი ძალიან ბევრია გვექნება ისტორიაზე საუბარი გვექნება გეოპოლიტიკაზე საუბარი ხელოვნება იქნება კულტურა იქნება და ზოგადად რაღაცა ყოფიერებაზე სოციალურ თემებსაც რა თქმა უნდა სოციალურ აქტუალური ყველაფერი პირველ რიგში მე რა მინდა მეც მივესალმო ჩვენს მაყურებელს აი მსახიობებმა რო იცით ხოლმე თქვა რომ სცენის მტვერს რო ჩაყლაპაო და მე ვეღა ესე ყოფილა თურმე სტუდია ძალიან მომენატრა და იმედი მაქვს მაყურებლისთვისაც იქნება საინტერესო ჩვენი გადაცემები მით უმეტეს რომ მართლაც მოლოდინი იყო ძალიან დიდი და დიდი მადლობა თითოეულს ამისთვის რა შეეხება აი ამ ახალ ფორმატს სადაც ჩვენს ასევე რა თქმა უნდა გვექნება დისკუსიის და აზრის გამოთქმის შესაძლებლობები ეს ჩემთვის კიდე ორმაგაცა სიხარულო არის იმიტომ რომ მithქვამს კიდე სხვა შორის აი წინა ფორმატების დროს როცა ქონდა ეთერები რომ ერთია როდესაც შეხარ გადაცემის სამყვანი და როცა ესაუბრები სტუმარს როდესაც შენ კონცენტრირებული ხარ რომ საკითხი ამოწურო იმ კუთხით რომ დასვა მაქსიმალურად ბევრი შეკითხვა მაგრამ აი მეორე და სრულიად განსხვავებულია როცა შენ თვითონ ხარ უკვე ამ დისკუსიის მონაწილე და ჩემი აზრით ეს ჩემთვისაც გამოწვევა იქნება რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ ხა შეიძლება კამერასთან მუშაობას იყო ადამიანი მიჩვეული როცა ხარ დისკუსიის მონაწილე ეს საერთოდ სხვა ფორმატია და ძალიან საინტერესო იქნება ამიტომ დიდი იმედი მაქვს რომ მაყურებლის მხრიდან მაყურებლის ჩართულობა ალბათ ამ შემთხვევაში კიდევ მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება თქვენი მოსაზრებები რომლებიც აუცილებლად გაჟღერდება ჩვენს ეთერში Facebook გვერდზე იქნება ეს თუ YouTube-ზე გამოხატული მოსაზრებები და შევეცდებით ყოველ შემთხვევაში რომ აი ამ ხრივ რაიმე ბევრი სიახლე შევქმნათ ინტერნეტ სივრცესთვის არ არის ეხა ჩვენი გადაცემა არ არის ერთადერთი რა თქმა უნდა ინტერნეტ სივრცეში მსგავსი ფორმატის უამრავი სხვა გადაცემაა და გამოწვევა ჩვენთვის სწორედ ალბათ ეს არის რომ შევთავაზოთ მაყურებელს რაღაც ისეთი, რასაც სხვაგან ვერ ნახავენ, ან ყოველ შემთხვევაში ესე დეფიციტურად ნახავენ და ამას შევეცდებით, ამისკენ ვიქნებით კონცენტრირებული. მადლობა, რა თქმა უნდა, ტექნიკურ ჯგუფს, მადლობა ხელმძღვანელობას, მადლობა მაყურებელს, რომ გვაქვს ისევ საშუალება ვისაუბროთ ინტერნეტ სტუდიიდან, ასე რომ ამ ყველაფრის სტიმულს გვაძლევს სწორედ ის განვლილი ეტაპი, რაც უკვე ჩვენ მქონდა ტელევიზიის სახით და რაც მაუწყებლობთ ტელემაყურებელი აფასებდა სხვათა შორის იყო ბევრი გამოხმაურებებიც როგორც სოციალურ ქსელში აი ბადეში რომელიც თანსდევდა ეკრანს იქნებოდა ეს მონიტორი კომპიუტერში უყურებდა ადამიანი მობილურ ტელეფონში თუ თავად ტელეეთერში გამოხმაურება იყო და მეტიც პირდაპირ უბრალო რიგითი მოქალაქეები
ქუჩაში ხვდებიან, კითხულობენ, გცნობენ, ეს ერთი მხრივ ასეთი მიღწევა იყო ამ მოკლე დროში, რომ არ მინდა ისე გაიგონ, რომ ახლა საკუთარ თავს ვიქებთ, მაგრამ ობიექტური რეალობაა, თუნდაც იმ რიცხვებიდან გამომდინარე, რაც მერაბმა დაასახელა. ანუ 5 მილიონი მაყურებელი, როდესაც ქვეყანაში არ არის ახლა, იქ რიცხვი რა თქმა უნდა მაყურებელთა რიცხვი შეიძლება მეორდებოდა, მაგრამ ეს არ არის პატარა ციფრი, სოლიდური ციფრია და პასუხობს მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც შევქმენით ესეთი კონტენტი, ეს სეგმენტი, რომელიც იყო დაინტერესებული სწორედ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ან ანალიტიკით. კი ბატონო. დავით, აქ არის ერთი მომენტი და რაზეც იცით არანაკლები პასუხისმგებლობა კი ბატონო, ჩვენ ახლა ვამბობთ, მაინც ჩვენ ძირითადად მოდი ვთქვათ პირდაპირ გამოცდილება რა თქმა უნდა გქონდა და გაქვთ ახლა პირველ რიგში დავით შენ და რა თქმა უნდა თენგოს და ნუ მეც მერე რომ ჩვენ მაინც სატელევიზიო ეთერები იყო, ნუ ჯერ კიდევ დაწყებული რა ვიცი მე ამას ვამბობ ხოლმე სააკაშვილამდე და ანუ ხა მით უმეტეს შენ პროფესიონალი ჟურნალისტი ხარ, მე და თენგო არა ვარ, ხო? მე არა ვარ ჟურნალისტი, მე გავხდი, მაგრამ ტელეწამყვანით მე გავხდი. მე აცი ვაპირებ. ხო. და ანუ ხა მაინც ჩვენ ვიყავით სატელევიზიო ეთერი და რა თქმა უნდა ის სწორედ ის რომ ის დამოკიდებულება რომ ტელეეთერში მაყურებელი მეტი წილი მაინც ზუსტადაც რომ ბოლო დროს ბოლო მომენტამდე მაინც ტელევიზიის ერთგული იყო და არის ჩვენი მშობლების თაობა და უფრო ასაკიანი თაობა კი ბატონო. მაგრამ არანაკლები პასუხისმგებლობა ჩვენ ფაქტიურად შემოვედით ინტერნეტ სივრცეში ვაგრძელებთ მაუწყებლობას, სადაც ზუსტად ის სეგმენტი უფრო მეტია, ხო? რაღაცა იმ ასაკის, ვიზეც ვისთან ჩვენ ხშირად გვაქვს ჯანსაღი დისკუსია და ბევრი რამ ჩვენ გვინდა რომ მათაც გაიგონ. ანუ დიდი პასუხისმგებლობა აქაც და ну რა თქმა უნდა ეხლა თანამედროვე ტექნოლოგიას ეგრეთ წოდებული შეფუთვა ქვია, ხო? ანუ პიარი, მოდი ასე ვთქვათ, ან დათქვათ კრეატიულობა, ანუ შემოქმედებითობა. ჩვენ შევეცდებით რომ შემოქმედებითი ვიყოთ, იმიტომ რომ ბევრ საკითხზე, რაზეც ვილაპარაკებთ, რაზეც გვილაპარაკია ტელევიზიით, რაზეც ახლა გვილაპარაკებთ, აქ ზუსტად ვიცით რომ ის სეგმენტი ალბათ შეიძლება ასე ითქვას, ხო? რაღაც ასაკის ზღვარი ახალგაზრდების აქ არიან და მე ძალიან მინდა და ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აქ უფრო მეტად შეიძლება გაგვიცნო და გაიგონ, რომ მართლა არც ისეა საქმე, როგორც თქვათ, მავანი ამბობდნენ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი არა ის ახალგაზრდობა, არამედ ლიბერალური მედია, რომლებიც წლების განმავლობაში იმ ავრცელებდა და ავრცელებს დღემდე, ну ახლა წარმოუდგენელი ერთი მინდა დავით საინფორმაციო იერესით იყო დაკავებული. მე არ მინდა ეხლა დავით, ვიდრე ჩვენ აი მთავარი თემები რაც მოხდა, აი ხა მაგალითად არ მინდა სახელდაგვას არ ვიტყვი, იმიტომ რომ შენ იცნობ, ნუ შენი განსაკუთრებით შენი დიდი ხნის კოლეგა, შეიძლება ძალიან კი ნაკითხი კაცია, მაგრამ აი ხა აი პირველ არხზე ერთ გადაცემაში უსმენდი საკმაოდ კაი გადაცემაა, კვირა დღეს ხშირად უსმენ ხოლმე ამ გადაცემას. მაგრამ ნუ აი არც საიდან ჩამოვარდა საუბარი, არ იყო აუცილებელი რომ ჩამოვარდნილიყო საუბარი აი საბჭოთა კავშირზე. რაღაცა ერთ-ერთი ადამიანის დაბადების დღეების იყო რა, რომ აი გამოჩენ ადამიანების და ნუ ერთ-ერთი ადამიანის დაბადების დღე იყო, რაღაცა მოყვა ამ ადამიანზე ისტორია და მოყვა ისიც რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოუწია ამ ადამიანს იმ დიდების მოხუჭო და შეფასება იყო ესეთი რომ ну აი რაც იქ მოხდა ცუდი ამ ადამიანის გამო ეს ზუსტად იმ საბჭოთა კავშირმა გაუკეთა და რა გიკვირთო საბჭოთა კავშირის დროს ხომ ადამიანი არ უყვარდათო ну ეხლა აი ჩემთვის კი გავცხარდი გავბრაზდი ჩვენ საერთო მეგობარს უფროს მეგობარს მე დაურეკე რაღაც გამოვხატე ჩემის ბატონ კოტემიკაძეს და მითხარ რომ მეც უსმენ ხოლმე მაგას მაგრამ მეც ბრაზდი მაგრამ დაწყნარდი ვერაფერს ვერ შეცვლიო აი მაშინ შეცვლით თუ ჩვენ ეხლა ხო აი სწორედ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ თორე აი ასეც საბჭოთა კავშირის დროს თუ არ უყვარდათ ადამიანი მისი მშობელი თვითონ ხო იმ პერიოდში გაშდა მისი განათლებაც ნაკითხი კაცია მართლა დავით ის ნაკითხობაც ხო იქ ჩამოუყალიბდა მისი დედმამა არა ადამიანები იყვნენ ანუ აი ამას და ნუ აი ასეთი რაღაცეები ჩვენ აქ ბევრი შევხვდება ჩვენ გავშლით კიდე ასეთი გამახსენდა და მოუყევი აი კარგი მაგალითი იყო და აქვე პირველ არხზე ხდება რადიოში რომელსაც ძალიან დიდ პატივს შემდა უსმენ ძალიან ბევრ საინტერესო გადაცემას მეც დავამატებ ანალოგიურ მაგალითს ზუსტად ასეთივე თემაზე ჩვენთვის ყველასთვის სასიქადულო ქართველი ფეხბურთელი დინამო თბილისის კაპიტანი ალექსანდრე ჩიუაძე აი დაგვიანებით მოგვიანებით მაგრამ მაინც მიულოცავი მიუბილეს უერთდებით აუცილებლად და სოციალური ქსელი იყო აჭრელებული ან მილოცვებით ფოტოებით და ყველგან ხაზგასმული იყო სხვათა შორის აი ამ
იგივე პირველ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ახსენე და ყველგან იყო ნათქვამი, რომ აი ლეგენდარული დინამო თბილისის კაპიტანი. მაგრამ არავის არ გახსენებია, რომ ალექსანდრე ჩივაძე იყო მარტო დინამო თბილისის. არა, მარტო 290 მილიონიანი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, რომელიც მარადონას და ესეთი სუპერვარსკვლავის თამაშობდა, ხო, და აი ამ მიკროფონის სფერი მაისური ეცვა. და რამხელა ქვეყნის სახელი კაპიტანი იყო. აი ეს კომპლექსი არსებობს. აი, ხო პრობლემაა, ხო? ტრანსფერი შეფასება არის. ხო, რომ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების და აქვე ვიტყვი, რომ ამ ქვეყნის, უკვე ყოფილი ქვეყნის ჩემპიონატი ითვლებოდა ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატად, იმიტომ რომ თბილისის დინამო ივსებოდა, მე მახსოვს ახლა ბავშვობაში ხო მშობლებს ხო დავყავდი სტადიონზე. ბურიაკის თამაში მახსოვს და ცუდი ამინდირო იყო, გადმოუტანია თქვა სპარტაკის თამაში და საფრანგეთის ნანტთანაც იყო თამაში, მახსოვს ფრედამ თავდა. ეს არის 80-იან წლებს გეუბნებით რა და ახლა ჩვენ ეზოში კი გადაუხვიეთ ცოტა თემას, მაგრამ აქვე ვიტყვი, ახლა თუ ეს ბავშვები ჩაიცმევენ მაისურებს და აწერიათ მესი და რა ვიცი სხვადასხვა გვარები, ჩივაძეც ყოფილ ვართ. ყიფიანიც ყოფილ ვართ, სულაქველიძეც, შენგელიაც და რა ვიცი, აი დინამო თბილისი მართლა იყო ჩვენი მშობლებისთვის რა იყო იმ პერიოდში და ქვეყნისთვის ხო აიღო. რა ბრუნდება ეს ვაჭრობის აი ვენაცვალე ჩვენ ბიჭებს კვარას და ძალიან პოპულარული ხდება ამ თემას შეეხება და იმიტომ რომ ფეხბურთი არ არის ჩვენს რა თქმა უნდა დღევანდელი სასაუბრო მთავარი თემა, მაგრამ ეგ მომენტი ბრუნდება ეხა რომ აი კვარაცხელიამ ის იყო პირველი მერცხალი და არა მარტო კვარა, ყველა სუპერვარსკვლავები ყავს ჩემს ვალში, ყველა ფეხბურთელი აბსოლუტურად და ბავშვებში ისევ ძალიან პოპულარული ხდება აი ამ ქართული გვარების დაწერა ზურგზე და ჩემთვის სასიხარულო. რა შეეხება ეხა თუ ერაზე საუბრობთ, საბჭოთა პერიოდის შეფასებები და ასე შემდეგ, აი თუ ერაზე ლაპარაკობთ, მე არაფერი არ მახსოვს, იმიტომ რომ 1929 თამდევი კომპლექსებია, კი, ეს კომპლექსებია, უნდა რაიმენაირად გადაფარონ ჩემთვის და ჩემი თაობის თვალით კიდევ უფრო მეტად საინტერესო ჩანს, იმიტომ რომ მე არ მახსოვს, ხო ის ყველაფერი, მე უსმენ და ასე ვიგებ რა იყო, როგორ იყო, მაგრამ ძირითადად რაც შემიძლია ვთქვა, არსებობს ჩვენი აღქმა არის, აი სტერეოტიპული აღქმა, გვაქვს რაღაცა სტერეოტიპი, რომ აი საბჭოთა კავშირში იყო ცუდი, ყველაფერი იყო ცუდი, არაფერი არ იყო კარგი, აი ფილმებიც რომ ნახო, მაგალითად ჰოლივუდში გადაღებული ფილმები საბჭოთა კავშირს რაც შეეხება, მე მგონი ამაზე აი ძალიან დიდი ხანი მუშაობდა პროპაგანდა, ყველა ფილმი არის, რომ იქ აუცილებლად ცივა და რაღაც სქელი შუბები, თეთრი დათვები დადიან და აი ესეთ სურათად ჩანს ზოგადად. თუმცა თენგო ძალიან საინტერესო ერთი რა. აი მაშინდელი კეთო და კოტე არ მინდა წლები შემეშალოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცის საერთოდ მთელი პროცესი ამ გადაღების, ისე ნუ აი პირადად ჩანაწერები მაქვს ვიდეოთი გადაღებული ბატონი ტაბლიაშვილის ვიდეო აი ცოცხალი ბოლოს რო ისე არის, მაგრამ მაშინდელი კეთო და კოტე 59 წელი იყო, თუ არ ვცდები, არ მინდა შევცდე. კეთო და კოტე, მოდი თქვა პირდაპირ, არის თუ არა მაშინდელი მიუზიკლი ეს. რა თქმა უნდა. და დიდი გეცპი, რომელიც არის აი უბრალოდ მოდი აი რატომ არ უნდა შევადაროთ, იყოს ხმა მაღალი ნათქვამი ეს თუნდაც. კეთო და კოტე იმ პირობებში პირველი რეპი სხვა შორის თან ხო მიუზიკ, ანუ თან მაშინ სხვანაირად იყო, თან ეს კაცი არ იყო კინორეჟისორი ბატონი ტაბლიაშვილი, არ იყო კინორეჟისორი, მას ძალიან უჭირდა და ამაზე რომ არ ყოფილიყო ერთი დიდი კაცის სურვილიც და აქეთ კიდე მიხეილ ჭიაურელი იყო ჩათვალ შედეგ. რო შევადაროთ აი უბრალოდ შევხედოთ ეხლანდელი გადაღებული დიდი გეცპი, რომელიც შესანიშნავი ფილმია, რა პირობებში დიკაბრიო თამაშობს და აქედან ნუ კეთო და კოტე. აი კეთო და კოტეში რამე არის ისეთი შავიან მომასწავლებელი, მაგრამ ეს იდეაში ეს არის დონე მაღალი პროფესიონალიზმის ოპერატორს, რომელსაც დაყვებოდა 700 კილოიანი ლენტით, აი ესე ის კადრები როგორ გადაღებული და სადახლა ნავიცეირობა იმ ტიპიდან ჩამოსულა, როგორი გადასაღებია და გემოვნებაზე ვისაუბროთ. რეჟისურა კონკრეტულად კი არა, მაგრამ რატო ვახსენებთ ახლა ეს თემა? ჩვენ მოგვიწევს თენგო და იცი რომ რატომ იცი რომ ბევრი მაგალითები ვაჩვენოთ. აი თუნდაც ახლა მომავალი გადაცემა რო იყოს, ეს მაგალითი რო იყოს, შევადარო და ვაჩვენოთ. როდის არის გადაღებული დიდი გეცპი და როდის არის კეთო კოტე გადაღებული და თუ არა დევს შიგნით ზეიმი, ნებისმიერი მულტიპლიკაციური ფილმები, რომელიც სამწუხარო დავიწყებულია. შევთა ქორწილი, არ ვიცი მე ის გვარების მიხედვით რო არის ეს. მოკლედ ბევრი რამეა, მაგრამ ჩვენ ობიექტურად უნდა შევაფასოთ. მე უბრალოდ რატომ მოვიყვანეთ ეს მაგალითი? კარგი, შენ არ გახსოვს იმ კაცს ძალიან კარგად ახსოვს. ის ხომ მაინც იცი რომ ჩვენი მშობლები ამ ეპოქაში ჩამოყალიბდნენ.
ამ ეპოქაში გავჩდით ჩვენ, იყვნენ ღირსეული დედები, მამები, შრომობდნენ და თუ ვინმე რამეს მიაღწია და სხვა შორის იმ კაცის მშობელმაც და იმ კაცმაც იმ განათლებას მიაღწია იმ პერიოდში. ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს აი ამ სტერეოტიპებთან ბრძოლა, ოღონდ რითი უნდა მებრძოლოთ ჩვენ? ეხლა მინდა ვთქვა და ვაცხადებ. გემოვნებით, რაციონალურად და ჩვენი შესაბამისი იმ განათლებით, ნაკითხობით არ ვიცი და ჩვენ სხვასაც მოусმენთ. რა თქმა უნდა, ეს არის საინტერესო. მიაღწიეს კი არა, მოდი ისიც თქვა, დღესაც იმ ხალხის დანატოვარს ჭამს ეს ქვეყანა და ეს 30 წელი რა შექმნილა ამ ქვეყანაში, რა გაკეთებულა, ერთ მეტროსადგური აიხსნა, ერთი მე მგონი ისიც მაგათი გაყვანილი იყო თავის არაფერი ხო ღირებული არ გაკეთებულა, ეხა ისეთი რომ რაც იმ პერიოდში შექმნა, დღესაც იმ დანატოვარს ჭამთ ეს ხალხი ამდენი 3 ათეული წელია, ჯერ ხო ძარცვეს და ჯართად გაყიდეს მართლა ამ ხელა ქონება. სხვა შორის აი ერთ პერიოდი მომიწია რომელიღაც არჩევნები იყო ადგილობრივ არჩევნებზე იყო საუბარი და რაღაც ლაპარაკი იყო ტრამვაის ხაზების გაყვანის გეგმაზე. მოკლედ ერთი სიტყვით ეს აღმოჩნდა ყველაზე უფრო ძვირადღირებული ფუფუნება დღესაც მათ შორის აი ბევრი მათ შორის ევროპულ აქვე ჩდება კითხვა მაშინ რაღაცომ ავშალეთ კი ბატონო. ამას გულისხმობ. ცნობილი ძმები, ბელგიელი ძმების გაკეთებული. დღეს რომ გაიყვანო 1 კილომეტრი ეს მაშინ მილიონზეა საუბარი და მეტრო 5 მილიონი ჯდება კი ბატონო და ევროზეა საუბარი თუ არ მეტროს რა შეეხება აქვე ვიტყვით ენგო მაპატი ბოლო პერიოდში აი თვის განმავლობაში გამოჩნდა ესეთი ინფორმაციები რომ მე ვნახე შენ გვერდზე დადე რაღაც ფოტო ვაზისუბნის რომ მესამე ხაზი გაიყვანონ ვაკე-საბურთალოს მიმართულებით. ნუ თავისთავად ცუდი აზრი არ არის ახლა მთლიანად ეს კვლევითი ორგანიზაციები რომლებიც ამ სატრანსპორტო კოლაფსის აღმოფხვაზე მუშაობენ, ახალი დაგეგმარებები და ნუ ასეთი თემები, მაგრამ როდესაც ის ქვეყანა იშლებოდა, ის დიდი საბჭოთა კავშირი იშლებოდა, თბილ მეტრომშენ იყო ერთ-ერთი აქტიური, გამოცდილი სპეციალისტები იყვნენ. რა თქმა უნდა, ახლა თაობები, შეიცვალა თაობები, აღარ არის ის სპეციალისტები, ნაწილი შეიძლება ამ ქვეყანაზეც აღარ არიან, ვინც ასაკოვანები იყვნენ, მაგრამ ატყდა აჟიოტაჟი, რომ აი როგორ შეიძლება ბელორუსული ამ მეტრომშენის სპეციალისტების ჩამოყვანას. მინდა გითხრათ, რომ ბელორუსული დღეისათვის ყველაზე დაწყრიალებული მეტროსადგურებია, ყველაზე ტექნიკურად გამართული. მანქანები თვითონ ვაგონები, მანქანები რომ მომზადება ამ კადრების და პირიქით მისასალმებელია თუ სწორედ ნუ რუსეთთან ახლა ეს ანტაგონისტური დამოკიდებულებები და განცხადებები აი ბელორუსის სპეციალისტები თუ ჩამოვლენ პრობლემას ვერ ხვდა. რა თქმა უნდა, აი ეგეც სტერეოტიპულია, რომ ბელორუსიული რადგან ქვია თორე. თავარი რუკაზე ვერ განახებს ბელორუსს, ვინც მაგას ლაპარაკობს. ბოლო წლებში 91 წლამდე ვაზისუბანში გათხრილი იყო უკვე, ჩადებული იყო ეს საესკალატორო გვირაბი, მთელი რიგი სადერივაციო გვირაბებიც არის მზად, ვესტიბიულის გვირაბიც კი ამოჭრილია იქ, ნუ რა თქმა უნდა ახლა დატბორილია, მაგრამ აი ეს კრონშტეინები, რასაც ეს უზარმაზარი მიწის მასა უჭირავს, ეს არის. მე არ ვიცი ახლა ვერ ავიღებ ჩემ თავზე ამის პასუხისგებლობას, მაგრამ გეგმაში იყო რუსთაველი 2-დან, მოგეხსენებათ რუსთაველის მეტროს ქვედა ვესტიბიულში არის საფეხურები მეორე მხარესაც, სადაც ვებხვი დამოყმეს ბარელიეფია. აი იქით მხარეს უნდა ყოფილიყო გასასვლელი და იყო საარსბრუკენის მოედანზე, აი ყოფილი ვორონცოვის მოედანზე, იქაც იყო დაწყებული, ხო, ახლა იქ სასტუმრო არის, ალბათ გაუქმდა და რაც ღია წყაროებში ვნახე, 2 სადგური უნდა ყოფილიყო კიდე, ელია 1, ელია 2. იქ წააწყდნენ რაღაც გიდროლოგიურ თუ პრობლემებს, ხიდის ქვეშ საკითხებში რაღაც პრობლემებს, მაგრამ აი ეს ვაზისუბნის მეტროსადგური 90% დასრულებული იყო. მოსაპირკეთებელი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი და თეორიულად შეიძლება მიუერთდეს ვარკეთილს. ხო და ეს ამდენი ლირიკა რო გვესმის, რომ აი ახლა 10 წლის წინ თუ 2012 წელი იყო, რომ უნდა გაკეთებულიყო ესეთი ჰორიზონტალური მაგისტრალი, ესკალატორი ნავთლუხის სამგორის სადგურიდან ზემოსადგურამდე, რაც მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს, აი ეს როგორც აეროპორტებში არის, არა დახრილი დიაგონალზე, არამედ ჰორიზონტალური დამხმარე ესკალატორი, რომელიც ჩქარა გადაიყვანდა მგზავრებს. მე მახსოვს ეს ესკალატორი. უბრალოდ მაშინ უკვე გაჩერებული იყო. კახეთის გზატკეცილზე, რომელიც გადის. იქ უკვე იყო ინფრასტრუქტურა, იყო საბაგიროც
და ეს დანაპირებიც ჰქონდა ხელისუფლებას, რომ ყველა საბაგიროების პერმანენტულად დაიწყებდნენ აღდგენას, ეხლა ძველი ცენტრალური საბაგირო გზა აღადგინეს, ხო, ტვერელის ეკლესიას, რომელიც უვლის გვერდს ჭონქაძეზე და ადის მთაწმინდაზე. დიახ. ხო, და ის არ აღდგენილა. სამგორის მეტროდან ეს ესკალატორი. და ახლა უკვე არის საუბარი არათუ ესკალატორის აღდგენაზე. იქ იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აეროპორტამდე და რუსთავამდე უნდა ჩასულიყო მეტრო. ამას გავანებოთ თავი. დიდი ხარჯებია ეს. არ არის ეს მარტივი საკითხი, რომ ერთია ინიციატივა, ერთი არის თქვათ სურვილი, მაგრამ შესაძლებლობაც აქვს. მაგრამ აგერ არის უკვე მოიყვანეთ სპეციალისტები, ამოტუმბეთ არის სპეციალური საქაჩი მანქანები, გრუნტი შეისწავლეთ, ხარჯთა რიცხვი გააკეთეთ და დასრულებას წინ რა უდგას. ყველაზე მეტად ქალაქს ეგუდა. დასკვნა დაიდოს, რის გამო არ შეიძლება ამის აღდგენა და იქნება უფრო სხვათა შორის დავით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ გადაცემების დროს აი სოციალურ საკითხებზე როცა საუბარი, ურბანულ თემებზეც გვექნება უცებად საუბარი და მოვიწევთ. ეხლა ერთი კვირის უკან უსმენთ სხვათა შორის ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელს რადიოში უსმენთ სხვათა შორის კვლევა ჩატარდა სტატისტიკა ყოველ წელიწადში თბილისს ემატება 18,000-დან 20,000-მდე ახალი მანქანა. თბილისზეა საუბარი. აქ არ შედის, შეიძლება ქუთაისში ვიღაცა მიყიდა ბათუმში და ისიც აქ რო ჩამოვიდეს ვერ დაუშლით. იგივე მდგომარეობა იქ. ანუ წარმოიდგინე და საერთო ჯამში გამოცხადებული იქნა სტატისტიკა ბოლოს რომ ჟურნალისტი რო ახმოვანებდა რომ მიყავდა ეს არის უკვე კატასტროფა, რადგან თბილისში 1,200,000 მაცხოვრებელზე და 1,200,000 ყველა ვარიანტში გავწდებოდი ჩვენ უკვე იმიტომ რომ აქ საუბარი არა 4-5 წლის უკან მაშინ იყო 600,000 და 700,000-მდე მანქანა, მაგრამ დღეს დაზუსტებით 1,200,000 კაცზე 1,000,000 მანქანა მოდის. ეს არის სრული კოლაფსი ქალაქის და აქ თუ აღდგენილი ის კი არა მეტრო სხვა შორის დადო მაშინის ფოტო წყალი ჩას მართლა არამედ ის აღდგენა კი არა აქ თუ მართლა არ გადაწყდა რეალურად რაიმე ტიპით აი ეს საკითხი თუ არ მოგვარდა ეგრეთ წოდებული ელექტრიჩკა იქნება ეს დამატება საჰაერო მეტრო იქნება ნუ ტრავმა იქნება თუ ეს იქნება სრული კოლაფსი იმიტომ რომ თბილისში უბრალოდ იმაზე კი არა საუბარიო ცხოვრება შეუძლებელი ხა ამას ვიძახოთ მოდი რა ცხოვრება შეუძლებელი არა რეალურად აი ეს ამხელა არტერია ხო თუ თბილისი არის და მართლა ესეთი მიზიდულობის ცენტრი და რასიზავ მართლა ხალხი აქ საქმდება ხო მაშინ რეალურად ეს იქნება კოლაფსი ხო კოლაფსი იქნება რომელიც მოიტანს სამწუხარო ძალიან ბევრ ტრაგედიას. საუბრობთ აუცილებლად უნდა მივაბად კიდევ ერთი ამბავი მაგას. არ არის მარტო გზები ეს პრობლემა, აი კომუნიკაციების. საუბარი მაგას საკანალიზაციო არხი იქნება ეს თუ დენის გაყვანილობა, წყლის გაყვანილობა, აი თუ დააკვირდებით ახლა თბილისის მაცხოვრებლებისთვის, ეს ძალიან თვალშისაცემი ხდება. კვირა არ გავა მაგალითად ჩემ და მე მარცხენა სანაპიროზე ვცხოვრობ ნაძალადევის რაიონში. კვირა არ გავა რომ 1 ან 2 დღე მაინც არ იყოს მაგალითად წყალი გათიშული, იმიტომ რომ სადღაც რომელიღაცა ქუჩაზე ხდება დაზიანება, ხდება მილები, რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მოსახლეობის რიცხვი იზრდება უზომოდ ქალაქში და ვეღარ უძლებს ის კომუნიკაციები, რომლებიც არის ძალიან ადრე გაკეთებული, ხო? 70-იან წლებში, 60-იან წლებში არის გაკეთებული ეს კომუნიკაციები, იტვირთება უბრალოდ და ვეღარ უძლებს. ეს უკვე ყოველდღიური პრობლემა გახდა ამ ქალაქისთვის, რომ სადღაც ან დენი არ უნდა იყოს, ან წყალი არ უნდა იყოს, ან გაზი უნდა გაითიშოს, ყოველ დღე რაღაცა ახალი დაზიანი. ადრე ხო ესე არ იყო, ხო გვახსოვს ეხა წლების წინ, რა ვიცი, 10 წლის წინ ესე არ იყო, რომ ყოველ დღე წყალი გაითიშოს მაგალითად ქალაქის რომელიღაცა უბანს და ეგ არის პრობლემები, რაზეც ჩემი აზრით ქალაქის ადმინისტრაცია უნდა ფიქრობდეს და მათ შორის ველოდები, იმიტომ რომ ეხა არის სწორედ ეს საარჩევნო წელი, ადგილობრივი არჩევნები და ეს თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა მთელი წლის მანძილზე. უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, ის კი არ უნდა იყოს რუსთაველზე რაც ხდება, აი კიდე რო იმებით დადიან არ იქნება სამართალი, მაგასაც ვისაუბრებ. ამაზე ვისაუბრებ. მე რამდენი დღე აქვს დღეს 180 რაღაცა ეს ბუღალტერია რატო შემტენეო. ეს ანეკდოტი რო არის მაგ დღეში არიან. ზელენსკის დღეებს ხო ცალკე ითვლიან, ეხლა ამებს ცალკე ითვლიან. ამას ჩვენ უნდა შევეხოთ. აი ესეთი თემები ალბათ ჩვენთვისაც იქნება ეს მნიშვნელოვანი, რომ სოციალური თემატიკა, ისეთი თემატიკა, რაც მართლა აწუხებს მოსახლეობას, წამოვწიოთ წინ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ალბათ მისიაც ეს არის და ფუნქციაც და მიზანიც ეს უნდა იყოს, რომ ძლიერნი ამ ქვეყნისა ვინც არიან კონცენტრირდნენ ეს საკითხებზე. მეუბრუნდები მერაბის ნათქვამს მანქანებთან დაკავშირებით, მოდით აქიდანვე ვთქვათ, რომ არ არის ეს მარტივი საკითხი, მიზეზშედეგობრივია. დიდწილად, აი ეს კოლაფსი, რაც მერაბმა ახსენა, გასაგებია პრინციპში, მაგრამ აი ესეთი ფორმულა შეიძლება დაიხატოს, რა არის ამის ერთ-ერთი მიზეზი აგრეთვე.
წარმოიდგინეთ, რომ აწყობილია ბიზნესი, ოჯახები არიან დასაქმებულები, თითო მანქანის, თქვათ, ჩამომყვანი და რომელიც იქ რუსთავის ბაზრობაზე დგას და ყიდის იმ მანქანას არჩენს მინიმუმ 3-4 სულიან ოჯახს, ხო? ანუ იმ ადამიანების ბიზნესიც არის ეს, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. ყოველი ჩამოყვანილი მანქანა და განბაჟებული მანქანა უფრო მეტ თანხას ტოვებს ბიუჯეტში იმ განბაჟების სახით. ვიდრე იმ მანქანის არ ჩამოყვანა. შესაბამისად იქნება უფრო ნაკლები მანქანა თუ არ მოხდება ამ მანქანების ჩამოყვანა, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროპა თუ ასე შემდეგ. თუ ჩინეთი რა ნიშნავს? იაპონია. თუ კი შენ სახელმწიფოს გააქვს ნება დართული რომ ამ მანქანების შემოდინება ხდებოდეს და რა თქმა უნდა ეს დივიდენდია და რჩება განბაჟების სახით უზარმაზარი კოლოსალური თანხები, რაც მერე ასევე ბიუჯეტში ნაწილდება, იგივე გზების ინფრასტრუქტურას უნდა ხმარდებოდეს. გარდა ამ გრანტებისა, რომლებიც ახლა არ ვიცი, არის კიდე და კეთდება, ну რაც აზიის ბანკმა და სხვა ბანკებმა დატოვეს აქ, ისიც მათაც აძლევთ, რა თქმა უნდა, სარგებელს ხო ასე? იმიტომ რომ მაგისტრალი უნდა იყოს, ჩვენ ვართ სერიოზული დერეფანი. მაგრამ მაშინ თუ ამდენი მანქანის შემოყვანის საშუალებას აძლევ ამ მოსახლეობას და ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, მაშინ კეთილი ინებე და მოდი მოაგვარე ჯერ ამ მანქანების სადგომის საშუალება. აბა რა. ეზოებში რა ხდება, რა მდგომარეობა? მე აქვე ვიტყვი და გავიხსენებ. მე მახსოვს ქალაქის მერის ინიციატივა მოწოდება, რომ ჩვენ თვითონ უზრუნველყოფთ ყველაფრის მოწესრიგებას. ამ ეზობაღების, ოღონდ თქვენი ჭირიმი აიღეთ ეს ავტოფარეხებიო. ну, ერთი შეხედვით მისასალმებელია, ხო? ჩემი სპორტული ინტერესი და ჟურნალისტური ჟინი იყო, მივედი საჯარო რეესტრში, ჩემი უბნის საკადასტრო რუკა ამოვიღე. ამ საკადასტრო რუკაში მე ხო ვიცი ჩემ უბანში რამდენი ავტოფარეხია. ნაწილი იყო რეგისტრირებული, ნაწილი არარეგისტრირებული. რომ მე დავსვი კითხვა ინსტანციაში, კონკრეტულ ინსტანციაში, რომ ხო იყო მერის ინიციატივა, რომ აიღეთ ეს ავტოფარეხები. რატო არიღებთ დაურეგისტრირებელ ავტოფარეხებს? ну გასაგებია იქ შიშია რომ ხალხის უკმაყოფილება არ მოყვეს, მე არ მოყვეს ელექტორატზე, ანუ ზეგავლენა საარჩევნო ხმების დროს და ამიტომ ინერტული ხდება ოფიციოზი. მაგრამ თუ ეს ინიციატივა მოდის, კარგი სიტყვაა, კი ბატონო, ავიღებთ, ჩვენ მივალაგებთ, ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ შევღებავთ, ჩვენ განვაახლებთ, გავამწვანებთ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ მანქანების ახლა კონკრეტულ მისამართს არ დავასახელებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანები მენდობიან. საზოგადოება გვენდობა, ხო, თუნდაც ჩვენ არხზე. სკვერი, რომელიც 5 წლის წინ მოწესრიგდა, განათთა ბორდიურები მოეწყო. ახლა 3 მანქანაა იქ შეთხრილი. აი გამოვიყენებ ამ ესეთ ჟარგონს. ხო, მაგრამ დავით, აი საწაიყვანოს მძღოლმა მე მაგალითად არ ვარ. გავიგე და სწორედ მაგას სვამ მე კითხვას, რომ მოდი ჯერ მაშინ მოაგვარეთ ეს თემა. აი სად შეიძლება განთავსდეს? მიწის ქვეშა იქნება მიწის ზედა თუ როგორც იაპონიაში არის, კოშკები როა და მანქანები ნაწილდება. მოდით გადაწყვიტეთ ეს. ანუ პოსტფაქტუმ კი არ უნდა ხდებოდეს უკვე გაფუჭებული საქმის მერე გამოსწორებაზე ზრუნვა. გათვალეთ, გააკეთეთ და მერე დართეთ ნება იმდევალ ვინც არიან შემომწონები, ინვესტორები თუ ვინცაც ჩამოყავს მანქანები და თავიანთ ოჯახებს არჩენენ იმ ფულით. ალალი იყოს მათზე, რა გააკეთოს იმ ხალხმა. ქარხნები აღარ მუშაობს, ფაბრიკები ჩამოყავს, წვალობს, ის ხო შეყავს εν რაოდენობით მონაცემები, იკვლევს, პასუხისგებლობა აქვს, რაღაცა რომ მოხდეს, არ დაიქოქოს, გამართული არ იყოს, ხო ის ვინც ყიდულობს, ხო მას მოსთხოვს პასუხს. ისიც ხო ნერვებს ხარჯავს ამაში. ხო ენერგიას ხარჯავს ამაში, კოეფიციენტი ხო ენერგიის გახარჯვის. ხო და ამიტომ მოდით ჯერ მოაგვარეთ, რომ ის თანხა დარჩეს. საშემოსავლო თანხა სახელმწიფოში, რაც დიდი თანხა არის რეალურად. და მან მოაწესრიგეთ ეს ინფრასტრუქტურა და მე თუ გინდათ 3 მილიონი და 4 მილიონი თითოეულ ოჯახის წევრზე იყოს პარკინგის პრობლემა ალბათ ხო ცენტრალურ. ფაქტია რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება აქ არ არის საჭირო, ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავითვალისწინოთ, იგივე თქვა ყველა სხვა პატარა ქვეყნის, დიდი ქვეყნის თუნდაც პატარა ქალაქების და ყველაფერს თავი დავუბრუნოთ კიდევ და ისევ მინდა მაგალითისთვის რა ვახსენოთ, როგორ იყო მართლა, როგორ კეთდებოდა აგერ გდანი. ამხელა უდიდესი რაიონი 170,000 კაცი ცხოვრობს თუ არ ვცდები. 170,000 ამომრჩეველი რამდენადაც მახსოვს. ხო, ну 140,000 იყო ჩემ დროს როცა მან კეთს უყრედი, მაგრამ ну კარგი 170,000. აი როგორ არის დღეს კიდე შემორჩენილი, ესე იგი როგორ არის გათვლილი ყველაფერი კორპუსები დღემდე და იგივე მანქანის სადგომები და იმიტომ რომ ის თან არ დაგვაქვს გდანის ამ რაიონში რამოდენიმე ქარხანა იყო. მინი ქარხანა იყო და რა ვიცი მეტი მაგალითი რა გვინა ისევ და ისევ ამბობ და ისე გამოგდით ჩვენ, მაგრამ ყველაფერი უნდა ვთქვათ ისე დავარქოთ ყველაფერს თავის სახე როგორც არის. თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ურბანისტები, როდესაც
პროფესიონალი ხალხი დღესაც შემორჩენილია, მადლობა ღმერთს ცოცხლები არიან, დავითმა თქვა და კი ძალიან მეორე წავიდა. წყალგაყვანილობის რომ ეს თითო ვინტილი იცის ყველამ. ამ ხას დავეკითხოთ, ვკითხოთ და რაღაცა პოლიტიკური ნება უნდა იყოს. მე ვფიქრობ რომ ველოსიპედის გამოგონებას ეს უნდა იყოს. აი ინფრასტრუქტურაზე ბოდიში მე რა კლავ მეტროპოლიტენი გამახსენდა. ჩემი რესპონდენტიც იყო სხვა არხებზე, როდესაც მიწევდა თქვა სიუჟეტებზე მუშაობა გიგაბათიაშვილი. ძალიან კარგი კაცია. უსერიოზულესი არქიტექტორი კი და მე მახსოვს რომ ქალაქის მერიც კი ესტუმრა, კახიკალაძე ესტუმრა მას სახელოსნოში და კონსულტაციები გაიარა მეტროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. და რატომ გიგაბათიაშვილი? აი სადაც მე ვცხოვრობ ახლა მეტრო 300 არაგველებთან, აი ეს მეტრო სადგური 300 არაგველი არის გიგაბათიაშვილის პროექტი. მისი დაპროექტებულია როგორც ქვედა ვესტიბიული, ძალიან ლამაზი პანოა ამ 300 არაგველის ცალკე თემა არის ამ პანოს ორი სიტყვით მაგ შევეხები, როდესაც ის გაკეთდა, აი ეს 300 არაგველების პანო, ბევრმა არ იცის, ახლა აი პირველად ვიძახი ამას. ის არის სპილენძისგან, ანუ ის საკმაოდ ისეთი მკვრივი სპილენძისგან ბრინჯაო ნარევის და ის იყო თავისი შინაარსით ესეთი მოწითალო სპილენძის ბრინჯაოს ფერი. დროთა განმავლობაში უნდა ქონოდა მას ოქსიდაცია, აი სადაც ეს გამოკვეთილი ფიგურებია ამ ცხენოსნების, უნდა ანუ ეს შაბის ფერი უნდა დადებოდა, აი ეს სიმწვანეში უნდა გადასულიყო და ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო თავის განათებებით, აი გამოკვეთილი. მაგრამ მაშინ ჯერ კიდე საბჭოთა დროს უცოდინარებმა გარეცხეს საპნიანი წყლით, რაღაც ტუტემარილიანი წყლით, რაც შევიდა რეაქციაში ამ სპილენძთან თუ თითფერთან თუ რა, აი ბრინჯაოსთან და გაშავდა ეს მთლიანად. აი ხო როგორც ჩვენთან აი სტუდიაში არის ეს ღრუბელი ხო, რომელიც ხმას შთანთქავს. ამ დონეზეა გაშავებული. ხო ბავშვები რო დადიან ხო არ იციან ვინ არის. მე მაგალითად ახლა პატარა რო ვიყავი ხო, ბავშვი რო ვიყავი, ბაბუა თუ გამიყვანდა სადმე ქალაქში სასეირნოთ, აი სულ მიხსნიდა რომ ეს 300 არაგველია, რო ქსტანისის ბრძოლა იყო, ამიტომ აი მიდი ბაბუა დააკვირდი, ნახე აი შუბები უჭირავთ ხელში, ცხენზე სხედან. ასდა ეს გმირები და რა ვინ შეხედავს ახლა იქ? აი ვინ უყურებს ჩაშავებულ კედელს? არა და ეს როლი აქვს. სიმბოლოა რა. გიგაბათიაშვილი ცოცხალი იყო, როდესაც ეს მომიყვა, მე არ ვიცოდი. იქ თავიდანვე კიდე გარე პერიმეტრზე თვითონ მეტროსადგურს 300 არაგველებთან კიდე იდგა ერთი ძეგლი, მე აიღეს, ნუ ხალხს არ მოწონდა. უბრალოდ პატარა ესეთი ქვის გამოსახული, ეგონათ რომ რაღაც ჯორცხენს გავდა და ამიტომ აიღეს. შადრევანიც იყო იქ ადრე, ხო შენობა არის. და იმიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ ის მეტროპოლიტენის სადგურები რაც იყო თუნდაც 80-იან წლებში, აი მარჯანიშვილის მეტროში ხო რა ლამაზი ლამპიონები იყო. ბოლოს ესეთი შანდალივით ქონდა და იმაზეც კი ვკითხულობდი, ეს რატოა სანთელი უნდა ჩაიდოს მეთქი აქ? შუქი რო ჩაქრეს, აქ სანთლებს დებენ მეთქი, ანუ ბავშვის 4-5 წლის რო ვიყავი, კითხები ჭდებოდა. ხო, აი დაახლოებით ასეთი. აღარ არის ეს ყველაფერი. რატო არ არის? იმიტომ რომ სოციალური მდგომარეობა შეიცვალა. ღირებულებები შეიცვალა. ეხლა ის ძურძგლიანები რუსთაველზე რო დგანან, ხო, მწვანეთმიანები. ისინი ხო ანუ რა თქმა უნდა დალეწავდნენ იმ ლამპიონებს, რაც ადრე მეტროში იყო, ხო აღარ არის ეს. იმ მეტროსადგურების რეაბილიტაცია, რაც ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, თუნდაც ვარკეთილის. ახლა რომის მეტროშიც ვარ ნამყოფი და მინდა გითხრათ, დიდათ არ განსხვავდება იმ ვარკეთილის იმ ვესტიბიულისგან, რაც ახლა მდგომარეობაშია. რომში უბრალოდ აი გალესილია, ბათქაშს რო ეძახიან და გაშავებულია ეს მთელი კედლები. მიდიხარ ორი ხაზია, იქაც ასეთივე ორი ხაზია, როგორც საბურთალოს ხაზი, უბრალოდ ჯვარედინი და ნახე ესკიზები, როგორ უნდა მოხდეს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, უბრალოდ ერთი კითხვაც გამიჩნდა, არ ვიცი ახლა პროტესტი დავარქვა თუ რა, მაგრამ ის ბაზალტი, რაც უკვე აგია იქ რუხი ფერის, იყო უკვე ჩანაცვლებული ღია ფერის რაღაც კაფელით. წარმოიდგინეთ, ის ბაზალტი იქ ტვინები მუშაობდნენ, როდესაც იმას აგებდნენ. იმას რამდენი ციკლი აქვს? 100 მინიმუმ 200 წელი. თავის გამძლეობის და წვეთადობის თვალსაზრისით. და თეთრს რო აგებდა თან კაფელს, ის ხომ ჯერ ერთი უნდა დაილეწოს. რამდენიმე წელში არის გამოსასვლელი. საძილე რაიონია ვარკეთილი ვაზისუბანი. ყველაზე დიდი ხალხნაკადია ამ მეტროსადგურში. ის ხო სულ გაშავებული უნდა იყოს ტალახისგან. კარგით, ჩვენ ახლა ხო ნიუანსია, მაგრამ ამას მარტო ფული ხო არ უნდა თეთრდება. პროფესიონალიზმი ამას ქვია, დავით რომ ზუსტად ესეც საკითხებზე უნდა იყოს. თუმცა, აი ეს თემა რო დავამთავროთ და ახლა ჩვენ კი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც ხო რომ მეტროზე გადაცემა. პირველივე გადაცემა, თუმცა ერთი რამ შენ თქვი, რომ აი ღირებულებების ისა. ამას ყველაფერს ჭირდება რა? მე მახსოვს სკოლიდან, როგორც მე ვიყავდი თეატრში, ასევე მე ვიყავდი მუზეუმებში
და ეს ყველაფერი წაყვანა არ იყო თუ თბილისში ხდებოდა ზუსტად აი ტრანსპორტით გადავადგილდებოდი და აი მეც ესე მეტროში რამე კითხო რო გვიჩნდებოდა რატო იყო ეს რელიეფები და ყველაფერს თავი დავრო ჩვენ ახლა რომელ შენობაშიც ვართ რადიო ფორტუნას შენობა არ ვიცი მე ალბათ ნუ აი ამ შენობას გვერდზე აქვს ირგვლივ აქვს საოცარი მოზაიკა ნუ ეს მე დარწმუნებული ვარ ეს არა აი როგორ ვთქვა ყოველთვის თავი მგონია ვალდებულა და რაღაცა მგონია დანაშაულის გასწა მაქვს ბარელიეფები არის საოცარი ეს არ ვიცი ნუ შრომელი ადამიანების ანუ ნუ ბევრი რაღაცა აი ესეთ რაღაცებსაც ალბათ სკოლიდანვე ჩვენ მარტო ის კი არ უნდა ხედავდეთ არამედ უნდა აღვიქოვდეთ და უნდა ვაფასებდეთ პატივცემდეთ მოკლედ სულ ჩვენ ახლა ძალიან ცოტა დრო გრჩება და 15 წუთი მე მინდა 5 წუთი დრო ვდოთ რა მოხდა რა მთავარი მოვლენები მოხდა ვიდრე ჩვენ ვიყავით თქვა ეთერის გარეშე ამ შემთხვევაში რადგან როგორ მე გამოვყოფ სამ მთავარ მოვლენას მე მინდა ამ სამ მთავარ მოვლენაზე 5 წუთით ჩვენი მოსაზრება ვთქვა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ჩვენ დავამტვერდეთ ეს ნუ მოდი პირველი მოვლენა ეს იყოს და მე მგონია რომ არის კომისიის მუშაობა რომელ კომისიაზეც რომელ კომისიასაც ხელმძღვანელობს ქაბატონი თეა წოლუკიანი ვიცით როგორ დაიწყო ეს კომისია ნუ რაღაც იყო რაღაცა შეფერხებები იყო რაღაც პრობლემები არ გამოცხადება მაგრამ გასაგებია მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც აქ იყო ის რომ რაღაცა პერიოდში და ნუ განსაკუთრებით დამოკიდებულებად განცხადებამ ცოტა მე შემაშფოთა მეც და ძალიან ბევრი ადამიანი გერმანიაში ვიყავი მე მაშინ თუ ეხლა ხას დავრუნდი გერმანიიდან და ნუ რო ვიცოდით რომ ეს მიზანმიმართულია და საკმაოდ სწორად და სამართლიანად რომ სამართლებრივად გასამართლეს ნაციონალური მოძრაობა რაღაცა უცებ მიეცათ მოდი კიდე მივცეთ შანსი ეგ ერთი მეორე ერთ-ერთი ესეთი მოვლენა ეს იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა თანამდებობიდან როგორ წავიდა რა წავიდა ნუ ჩვენ მაინც როცა ტელევიზიაში გამოსtildeება გვაქვს ნეიროლინგვისტიკას ხედავთ იქა ის იყო და ნუ მესამე მოვლენა მე მაინც ვფიქრობ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მაინც გვექნება სალაპარაკო ჩვენ ეთერებში და განსაკუთრებით რა თქმა უნდა დავიც და თენგო შენ ეს არის ისევ და ისევ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დამთავრება და ნუ აი ხა დღევანდელი ბოლო რაც არის ინფორმაცია მას დათო პუტინმა გამოაცხადა თუ გინდა ამით დავიწყოთ და ხო წლის იუბილეასთან დაკავშირებით რაც პომპეზურად აპირებენ როგორც ყოველ წელს აღნიშნავს იქ წითელ მოედანზე და ასე შემდეგ და გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა თუმცა ერთი დათქმით რომ თუ უკრაინელები ელოდება უკრაინელებისგანაც და მოდი თქვათ რომ უკრაინამ ლომის წილი გაიღო ფაშისტთან ბრძოლაში რა თქმა უნდა და თავად ზელენსკის ბაბუაც იბრძოდა, თუმცა ამას თვითონ რა დაემართა, ნუ გასაგებია რომ აბსოლუტურად სხვა პოლუსზე არის და სამდღიანი ესეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა პუტინმა ესეთი ზავი დროებითი საუბარი ანუ 6-7-8-9 ხო, თუმცა ითქვა რომ თუ კი უკრაინელები დაარღვევენ ამ ზავს ავტომატურად ხო რუსეთიც დაიწყებს ამ განაახლებს თუმცა რადგან ესახსენე დავით ბარემ რადგან ამ თემით დავიწყეთ ისე ვთქვათ იმიტომ რომ დრო მაინც შეზღუდული გქონდა ჩვენ მაგრამ მე მინდა აი მაინც ყველა მოლოდინი იყო რომ მაინც თავი მოლოდინი არის მართლა ტრამპის და თქვათ პუტინის შეხვედრა არ გვაქვს ილუზია ჩვენ არაფრის რა თქმა უნდა ყველა და ყველაფერი მიბულია ამაზე მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია ამდენად შეხვდება ბოლო ლავროვის განცხადებები არა უფრო პუტინის მაგრამ აი ლავროვის განცხადებები ამ მოლაპარაკებთან დაკავშირებით და ის რომ ამერიკელებთან ერთად ისინი შეძლებენ ამას და აუცილებლად იქნება ის შეხვედრა მე რაღაცებს მაიმედებს რომ ესო მინდა ეს ყველას გვინდა რომ ესო მიმორჩეს ეს კონფლიქტი მორჩეს შესაბამისად გვინდა ორი მიზეზის გამო ერთი რომ საერთოდ მორჩეს და მე ჩვენი საკითხი საკმაოდ რეალურად უნდა გადაწყდეს ძალიან მალე ზოგადად კავკასიის საკითხი აი ამ კუთხით როგორ ფიქრობ შენ და რამდენად რეალურია მართლა რომ ტრამპაც უკვე რაღაცები აღიარა რომ კი უკვე მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული პუტინის შეხვედრაზე ამერიკული პრესა ამერიკული მედია წერს იმაზე უკვე ჟონავს ინფორმაციები უკვე ღია წყაროებში ფიქსირდება რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები უკრებს როდესაც ხვდებიან უკრებში უგულისხმობ მათ ხელისუფლებას პედალირება არის ნუ ზეწოლა არის ნუ დიპლომატიური ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა რომ ისინი წავიდნენ დათმობაზე დათმობაში იგულისხმება ლავროვისის განცხადება სადაც ის იძახის რომ აცხადებს რომ ყირიმის დონეცკის ლუგანსკის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის ტერიტორიებად აღიარება აუცილებელია ანუ სხვა გამოსავალი არ არის აი მოდით თქვათ ახლა ერთი არის ემოციები და ჩვენ ვიცით რომ საქართველოში უკრებს ყავთ მხარდამჭერები ქართველებში
რიგით ქართველებში. ნუ უბრალოდ აქვს სიმპათია, თქვათ, ამ რეჟიმის მიმართ. პირდაპირ არიან ხალხი, ვინც საბრძოლველად წავიდა იქ. ხო, გაუსწოროთ, ხო, სიმართლეს თვალები. ისიც გვახსოვს, რა სლავა უკრაინე იყო საქართველოში. კი ბატონო. ყველაზე მეტი დროშები იყო გამოფენილი და ფეხების რაკუნი და ბაკუნი და განცხადებები და არიქა აი სოლიდარობა ამ ჯერ სანამ მიხვდებოდნენ რა. კი ბატონო, მაგრამ აი ემოციები მოიხსნა. მაგრამ არა, მეტი არა, ჩემი მტერი ტრამპი მოვიდა. ამ რუსების, ანუ თავისი ისტორიული მიწების დაბრუნების საკითხში არ მოხდა გაგება მეორე მხარის და იმ მხარის რომელმაც აი ობამას ხო პირდაპირ დააბრალა ტრამპმა, რომ მაგის დროს მოხდა ეს ყველაფერი, თუნდაც ყირიმის გადაბარება. სხვანაირი ალტერნატივა არ არის. თუ იქნება უკრაინა თავის მეინსტრიმში კვლავ რომ ჩვენ ვარს არ ვამბობთ ჩვენ მიწებზე, გავა კიდე 100, 150, 200 წელი და იქნება იგივე მდგომარეობა. რუსი იდგება იქ სადაც დგას, ფეხს არ მოიცვლის. რუსი არ არის ის რომ ეს ერთადერთი პრეცედენტი იყო ავღანეთი. საიდანაც გორბაჩოვი უბრალოდ მათ საქმეს ასრულებდა, როდესაც გამოაბუნძულეს იქიდან, აიძულეს და გამოიყვანა საბჭოთა კონტინგენტი. ამის გამო დაუპირისპირდნენ მე ახრომეევი და სხვა მთელი ეს მაგრამ დღეს მაგას აღარ იცავს ამ შენობა. და ამერიკელები რასაც ქვია გამოყარეს ვიეტნამიდან. ნუ ამერიკელებმა არა მხოლოდ ვიეტნამი. ხო, გახსოვთ, ხო რა ხდებოდა და როგორ ხდება. ხო და შესაბამისად ამ რუსებს აი ლოგიკურად ვინც საღათ აზროვნებს. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენს გქონდა ჩვენი ისტორიული მიწები, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს იმდენი ბერკეტი, რომ აი ეს რუსულად, ტლანქად, სამხედრო ძალით შევიდეთ და ვთქვათ, რომ ეს იცით რა, ეს ჩვენი იყო. ჩვენ დაუბრუნდით და ჩვენი დროშები აქ დავარჭეთ. ხო ვერ ვიზამთ ასეთ რამეს, ვაღიაროთ. მაგრამ რუსებს აღმოაჩნდათ ეს შნო, მარიფათი, ენერგია, ძალა, мотиваცია და ის კვლევები, სადაც მთელი მოსახლეობის ნახევარზე დიდი რაოდენობა, ნახევარზე მეტი თუ უმრავლესობა არა უჭერს თავიანთ პრეზიდენტს მხარს სამსახურში. რუსულენოვანი ხარი, ხო, ასე ვთქვათ, უკრაინის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რეალობას რო გაუსწორო თვალი. კი ბატონო, მაშინ იძახეთ, კი უკრაინის მიწაა, ეს ჩამოთვლილი რეგიონები და იყავით იქ სადაც ხართ. ბეჭდეთ ეს ლაზერულ პრინტერზე რეზოლუციები გაეროში, ეუთოში და ასე შემდეგ და გეკნებათ შემომტვერებული თაროებს. და დავითის ეს ნათქვამი რო დავამთავრო, გუშინ კლიჩკოს განცხადება სწორედ იყო ამაზე, არ მინდა შევცდე, მან თქვა რომ ჩვენ და ზელენსკისაც ალბათ სამწუხაროდ მოგვიწევს დროებით რაღაცეები ვაღიაროთ, ეს რაღაცეები იგულისხმებოდა ტერიტორიულ დათმობებზე, ამჯერად ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, უნდა შევძლოთ, ეს არის მკივნეული, მაგრამ მოგვიწევს ამ ზღაჩორის აი უბრალოდ ამ თემას ეხება და ალბათ შემაჯამებელი ამ ყველაფრის არის ტრამპის განცხადება, რომელიც მან ასევე გუშინ გააკეთა. საუბარი არის, როდესაც ვატიკანში შეხვდა ზელენსკის, მას შემდეგ გააკეთა ეს განცხადება, რომ მე ჩვენა ბევრად უფრო დამშვიდებული, მზად არის დათმოს ყირიმი. ეს განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ეს უბრალოდ განცხადება ხო არ არის, ეს ნიშნავს, რომ ანუ აქეთკენ მიყავს თვითონ ამერიკას, რომელიც არის მთავარი ლობი ხო ამ საკითხში თავიდან იყო მთავარი ლობი უკრაინის, ის მას მიყავს იქითკენ პროცესი, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ყირიმზეა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს უკრაინასა და ამერიკას შორის საუბარი და ტრამპი ამას ღიად ეუბნება საკუთარ საზოგადოებას, როგორც კარგ ნიუს, როგორც კარგ ამბავს. ზელენსკი თანახმაა, რომ ყირიმი დათმოს უკვე. ამაზეა საუბარი და ეხა პროცესი რომ აქეთკენ მიდის და აქამდე მივიდოდა ჩვენ ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც, აქ უბედურება რაში არის კიდე ეხა რომ მათ შორის ესეთი მოსაზრებებიც ხო მოვისმინეთ, რომ აი საწყალი ზელენსკიმ რამხელა ხაფანგში გაყო თავი, რა კი, ეხა პიროვნულად შეიძლება ბევრი შეგეცოდოს, მაგრამ რომ გაგახსენდება ადამიანს ის, რომ ვინც სიმართლეს იძახდა ამ ყველაფერზე, ის რომ ჩაქოლე, ის რომ დახვრიტე, ჩვენ ხო ძალიან კარგად გვახსოვს აი იგივე უკრაინის შემთხვევაში, სუთავიდან ომი რო დაიწყო, სამი მომლაპარაკებელი რო ყავდათ რუსებთან და ერთ-ერთი მოკლეს პირდაპირ დააბრალეს რუსებთან კავშირი თუ რაღაც დაზვერვასთან თანამშრომლობდა და საკუთარი მომლაპარაკებელი მოკლეს საკუთარ კაბინეტში. ვინც სიმართლეს ეუბნებოდა და ეხა დღეს ეს ადამიანი როგორ შეიძლება მე შემეწოდოს, რომ თურმე როგორ შარში აღმოჩნდა და თურმე როგორ ხაფანგში შეყო თავი. მისი ბრალია, მეტი არავის ბრალი არ არის, მაგრამ უბედურება არის ის, რომ ამ ყველაფრის ფასი აღმოჩნდა 100,000-ობით ადამიანის, 100,000-ობით ახალგაზრდის სიცოცხლე და ყოველ კვირას აი ამერიკის პრეზიდენტს დავესესხები, რომ 1000-ობით ახალგაზრდა იღუპება ყოველ კვირას და ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. სხვა შორის აი დანარჩენ საკითხებზეც არ უნდა გამოგჩეს და ეთერის არ დავასრულოთ, რომ აზრი არ გამოვთქვათ ჩემი აზრით. მე პირადად აი მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც დაუკავშირებდი ამ საერთაშორისო კონტექსტებს და ეს უკვე ძალიან თვალნათლივ ჩანს.
ჩანს მათ შორის ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებშიც. ბევრი საკითხი ჩვენ გვეჩვენება, რომ აი რაღაც დროში ძალიან გაიწელა, მაგრამ მე აი ამ დროში გაწელვის მიზეზადაც ამას ვასახელებ, რომ სანამ არ მოხდება იქ რაღაცა ძალიან დიდი შეთანხმება, არც ის არის შემთხვევითი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ადმინისტრაციას მთელი ამ პერიოდის მანძილზე ერთხელაც არ უხსენებია კავკასია. ყველა რეგიონს შეეხნენ, ყველა საკითხზე ისაუბრეს, ყველაფერს ეხებიან დედამიწის ყველა წერტილში, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხა კავკასია შეიძლება არ იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი, მაგრამ რაღაც ნომერ მე-10 პრიორიტეტი მაინც ვარ. მათთვის, მაგრამ რაღაცა პრიორიტეტი ხო ვართ. არც ერთხელ არ უხსენები ვართ. ეს ხო ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავკასია დევს დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. როგორც გადაწყდება აი ძირითადი საკითხი, იმის მიხედვით უნდა დაალაგდეს შემდეგ ჩვენთანაც ვითარება და ამდენად აი ეს უკრაინის საკითხი ჩემი აზრით მაინც არის ცენტრალური ჩვენთვის, როგორ დაალაგდებიან ამერიკელები და რუსები, ამაზე ძალიან ბევრი იქნება საქართველოშიც დამოკიდებული. მათ შორის აი ამ კომისიის საკითხზეც შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ გარკვეულწილად ეს თემაც ევმის სწორედ აი ამ საერთაშორისო კონიუნქტურას. კომისია ზოგადად რო შევაფასოთ ეს პროცესიც ჩვენ ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ როგორც მხოლოდ სამართლებრივ საკითხს, რომ აქ უნდა შეიქმნას რაღაც სამართლებრივი არგუმენტაცია შემდეგ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებლად. სამართლებრივი არგუმენტაციისთვის არ არის ეს კომისია ჩემი აზრით შექმნილი, იმიტომ რომ თუ სამართლებრივი სახე უნდა და საქმეები პირდაპირ პროკურატურებში დევს უკვე 10 წლეულებია მტვერი აქ დადებული და ვინმეს თუ ამისი აი სამართლებრივად გამოძიება აინტერესებდა, ამ კომისიის გარეშედაც არის ეს ყველაფერი შესაძლებელი. კომისიის ფუნქციონირების მით უმეტეს საჯაროდ ამ ყველაფრის კეთების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის არა მხოლოდ სამართლებრივი პროცესის მოგება, არამედ საზოგადოებრივი აზრის მოგება. უხეშია შეიძლება ვიღაცას არ მოწონს ეს სიტყვა, მაგრამ პიარი ამ ყველაფრის და ეს საჭიროა ნიუნბერგის პროცესიც ეგ იყო. მთელი 6 თვე მგონი მაგიტომაც იყო. კი, ანუ საზოგადოებრივი აზრი უნდა მოიგოს, მაგრამ აი ხა რაც შენც ახსენე მერაბ და მდინარაძის განცხადება, რომ თურმე ეს ყველაფერი შეიძლება ეს პიარი მხოლოდ პიარა და დარჩეს და ამ ყველაფერს მე როგორ სამართლებრივი შედეგი აღარ მოყვეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ამარჩევნებზე ყოველ შემთხვევაში იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იმედგაცრუების საგანი. ნახოთ ეხა აი ეს იმედგაცრუებას ამ ხელისუფლებამ რაიმე ფორმით უნდა დაძლიოს და გადალახოს. მე ვიცი უყურებ ამ პროცესს და მაინტერესებს რას მოიფიქრებენ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ნამდვილად იყო შექმნილი ის მოსაზრება, რომ აი ხა აი ბოლო ეტაპია, ბოლო ნაბიჯია, ბოლო გადასადგმელი გვაქვს ეხლა და ეხა თუ მომავალი არჩევნებიც უნდა იყოს კიდევ იგივე რომ არიქა ხალხო ხმა მოგვეცით თორე აგერ ნაცები არ მოbrunდნენ, ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდება ამ ყველაფრის გადალახვა უკვე ქართულ ოცნებას რა და რაღაც სიახლეები ექნებათ ამ ხრივ მოსაფრთხეები. კი ბატონო, ჩვენი დრო ფაქტიურად ამოიწურა, მე უბრალოდ შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ კი ამ თემებზე აუცილებლად ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს. გარიბათულზე ვერ მოასწრეთ, მაგრამ წინ გვექნება. ჯობია რომ ხო ყველაფერი მაინც ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და გვექნება იგივე 4 შაბათსაც იგივე პარასხევსაც, თუმცა აქ ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ხშირად კი გეთანხმები და დავითმაც ახსენა, რომ მნიშვნელოვანი საკითხია მაინც უკრაინა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დამთავრება და ეს ორი კაცი ერთმანეთს რო შეხვდება, ესენი არ არიან ისე უბრალო ფიგურები, ან რომელიმე უბრალო ქვეყანა იყოს ამ შემთხვევაში ამ გეოპოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხები არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ის ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მსოფლიოს მშვიდობას უსურვებთ, რა თქმა უნდა, სოლიდარობის სტუდიიდანაც ყოველთვის და ასე იყო და ასე უსურვებდით და ალბათ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე გონიერი, ყველაზე ისეთი ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით რუსეთისთვის და განსაკუთრებით იმ ჩვენი ნებისმიერი მეზობლისთვის ყოველთვის უნდა ვიყოთ ისეთი ფიგურა, ხო? აი ამ სოფლიო გეოპოლიტიკურ კაზე ან ეკონომიური იქნება ეს რაც არ ყოველთვის უნდა ვიყოთ საინტერესო, სამაგალითოს და რაღაცებს უნდა ხასუნა, რაღაცებს უნდა ითვალისწინებდნენ. როგორც ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ და უნდა ვიცოდეთ და ვაღიაროთ ახლა ჩვენი მასშტაბების და ასე რაციონალური შეფასება ჩვენსგან ყოველთვის უნდა იყოს მეტი. ყოველთვის და მით უმეტეს ცივი გონებით ცხელი გული ხა ქართველებს ყოველთვის გვაქვს და ნებისმიერ მაგრამ აი ცხელი გული მართლა თემა გონებამ თუ არ დააბალანსა ხო ამიტომ მე შეიძლება გავუბრაზდი რაღაცაზე ნუ ბევრი მაგრამ ნუ რაღაცებს მოიტანს მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენთან საკითხები უფრო მეტად გაიშლება მოწოუსტუმრებთან ერთადაც მე დამთავრებისკენ მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მომდამაყურებას რომ სოლიდარობის სტუდია მაუწყებლობა იქნება ყოველ ორ შაბათს
4 საათზე ზუსტად მე და თენგოს გადაცემა ანალიტიკა, სწორედ ეს გადაცემა სადაც ახლა ჩვენ სამოიღეთ მონაწილეობას, ყოველ ორშაბათს იქნება 4 საათზე, ყოველ ოთხშაბათს დავით ახვლედიანი იქნება 4 საათზე თავისი საავტორო გადაცემით, ასევე ნუკრიშო შეაშვილი შემოვა, შემდეგ 6 საათზე და 7 საათზე იქნება უკვე თენგო ომანიძე, ხოლო პარასკევს რაც შეეხება პარასკევს ისევე დავით ახვლედიანი, სოლიდარობის დრო, ნუკრიშო შეაშვილი, ხოლო 7 საათზე უკვე ბატონი ვალერი კვარაცხელიას სპეციალური გამოშვება იქნება. მოკლედ, ეს იყო ჩვენი პირველი გადაცემა, ჩვენ ახლა ვიყუროთ და გვისმინოთ მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში და ასევე რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ თვალყური გადავნოთ შემდეგ უკვე ჩვენ გვერდებზე ჩვენს ნებისმიერ თქვათ გადაცემაში ამონარიც და ჩვენ მოწვეულ სტუმრებსაც და ანონსი, რომელიც იქნება ყოველთვის. მოკლედ დიდი მადლობა დავით, დიდი მადლობა თენგო, წარმატებას უსურვებ ჩვენს გულს, წარმატებას უსურვებ ყველა იმ ადამიანს და ჩვენ სამშობლოს პირველ რიგში და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასევე გიყურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივესალმებთ აქედან. დიდი მადლობა, 4 შაბათს 4 საათზე დავით ახვლედიანი გახსნის ისევ ჩვენ ინტერნეტ ეთერს. მადლობა. დროებით კარგად. მადლობა და ნახვამდის.